მოგესალმებით. ცოტა ხანში დავიწყებ უკვე Bitdefender-ის master-class და არემ გავუშვებ ჩანაწერს. ესე იგი, როგორც წინა master-class-ზე ვისაუბრეთ Bitdefender-ის სამართავ კონსოლთან დაკავშირებით, ჩვენ ძირითადად წინა master-class-ში შევეხეთ უშუალოდ შიდა კონფიგურაციებს თვითონ Bitdefender-ის web კონსოლის, მაგალითად exception-ები როგორ გავწეროთ, მაგალითად პოლისიები როგორ გავწეროთ, სწორი კონფიგურაცია როგორ გავაკეთოთ და აქედან გამომდინარე, ვინაიდან ეს ნაწილი cloud ვერსიისთვის და on-premise ვერსიისთვის ერთი და იგივეა, დღევანდელ master-class-ში უკვე აღარ შევეხები ამ საკითხებს და უკვე ძირითადად გადავალ ისეთ საკითხებზე, რომელიც on-premise-ისთვის არის დამახასიათებელი, იმიტომ რომ დღევანდელი თემა შეეხება უკვე Bitdefender-ის on-premise კონსოლს. ვინაიდან on-premise კონსოლი საკმაოდ ისეთი დიდი და ასე ვთქვათ, ინფორმაციული დოკუმენტაციით არის წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, ყველა საკითხს ვერ შევეხებოდით, ბუნებრივია ერთ master-class-ში და აქედან გამომდინარე, უფრო ავარჩიეთ ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც ასე ვთქვათ და რომლის მონიტორინგიც უფრო ხშირ შემთხვევაში გიწევთ დამოუკიდებლად. ანუ აქ არ იგულისხმება ინსტალაცია, ხო? იმიტომ რომ როგორც წესი, ერთი რომ ინსტალაციის დროს დოკუმენტაცია დეტალურად არის აღწერილი, როგორ გავაკეთოთ Gravity Zone-ის appliance-ის ინსტალაცია და ამასთანავე როგორც წესი ხშირად მოთხოვნის შემთხვევაში ვეხმარებით ხოლმე ამ პროცესში. მაგრამ თავარი უკვე არის რომ როდესაც გექნებათ on-premise კონსოლი Bitdefender-ის და დაუშვათ თქვენს თქვათ განკარგულებაშია, აუცილებელია ამ on-premise კონსოლის მონიტორინგი, health check-ი და მუდმივად თვალყურის დევნება, რომ ყველაფერი იყოს წესრიგში და იმუშაოს ისე, როგორც ასე ვთქვათ, უნდა იმუშაოს და როგორც საჭიროა. და გაწერილია, რომ გააკეთოს ჩვენ ორგანიზაციაში, ხო? აქედან გამომდინარე, მოდი დავიწყოთ პირველი საკითხით, ეს არის სამართავი კონსოლის ვირტუალური მანქანისთვის გამოსაყოფი რესურსის სწორი კალკულაცია. როგორც წესი ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ სამართავი კონსოლს, როდესაც ჩვენ ვაყენებთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ხშირად შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაც რესურსი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ გამოყოთ და ხანდახან შესაძლებელია, რომ მაგალითად ვიფიქროთ, რომ იცი რა, ვირტუალური ბირთვების გამოყოფა ან ოპერატიულის გამოყოფა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. და რა შეიძლება მოხდეს დაუშვათ თუ სიტყვაზე 16 გიგაბაიტი RAM-ის მაგივრად მიცემ 800. ან მაგალითად disk space-ი 250 გიგაბაიტის მაგივრად გამოყოფ 120 გიგაბაიტს. რა მოხდა? მე მივამატებ. შეიძლება მსგავსი ის ხშირად მსმენია ხოლმე ასე ვთქვათ რეპლიკები, მაგრამ გარწმუნებთ რომ Bitdefender-ი Gravity Zone-ის შემთხვევაში და იდეაში პრინციპში ყველა პროდუქტზე, ყველა virtual appliance-ზე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ დავიცვათ რეკომენდაციები და მინიმალური მოთხოვნები, ხო, ანუ რაც requirement-ში გვაქვს გაწერილი. აქედან გამომდინარე, მე ახლა გაგიზიარებთ პრეზენტაციას, რომ ეს რა თქმა უნდა, რასაც პრეზენტაციაში გაჩვენებთ, იგივე ინფორმაცია თვითონ Bitdefender-ის საიტზე უფრო ცლად და ინფორმატიულად არის განთავსებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ მნიშვნელოვანია, რომ უფრო, ასე ვთქვათ, დავარცხნილი სახით, ანუ უფრო ლამაზად მოგაწოდოთ, ხო? და აქედან გამომდინარე, რომ პრეზენტაციის გაზიარება უფრო მართებული იქნება. წუთით ეხლავე გაჩვენებ პრეზენტაციას. იმედია ჩანს ეკრანი და როგორც ხედავთ პირველი requirement-ებში რაც გვაქვს არის vCPU, ხო? და როგორ უნდა გამოვთვალოთ, ან როგორ უნდა დავითვალოთ სწორად რამდენი, ასე ვთქვათ, BISP უნდა გავუყოთ ამ შემთხვევაში ჩვენი virtual appliance-ისთვის. ამ შემთხვევაში პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის თუ რომელი პაკეტი გვაქვს Bitdefender Gravity Zone-ის. მე ახლა სლაიდზე წარმოდგენილი მაქვს უფრო შედარებით მაღალი პაკეტები, ანუ Premium Enterprise-ი და ასევე Distributed
ვარიანტი, ანუ განაწილებული, როდესაც ყველა როლი ცალ-ცალკეა განთავსებული, აქ სპეციალურად არ მოვიყვანე BS-ი, ანუ ყველაზე დაბალი პაკეტი იქიდან გამომდინარე, რომ მას შედარებით უფრო დაბალი მოთხოვნები აქვს და მოდი უფრო ვთქვათ მეტს რას მოითხოვს, ანუ მაქსიმუმს რას მოითხოვს Bitdefender-ის Gravity Zone-ი, ალბათ ეს უფრო საინტერესოა და ამ შემთხვევაში შევამცირე ეს ინფორმაცია. და აი როგორც ხედავთ აღნიშნულ სლაიდზე, რასაც უნდა შევხედოთ არის ის, რომ პირველი რა ტიპის appliance-ი გვაქვს, ანუ ამ შემთხვევაში პრემიუმი enterprise თუ BS-ი და უშუალოდ distributed არის თუ არა და შემდეგ უკვე endpoint-ების რაოდენობას უნდა შევხედოთ, ანუ რა სიდიდის ინფრასტრუქტურა გვაქვს, ხო? იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, დაუშვათ ორგანიზაციაში გვაქვს 250-მდე endpoint-ი თუ 250-დან ზევით მაგალითად 500-მდე, 1000-მდე, 3000-მდე და ასე შემდეგ, იმის მიხედვით Gravity Zone-ის requirement-ებიც ან მოთხოვნილებები იცვლება. ნუ ამ შემთხვევაში მინიმუმი რომ ვთქვათ, დაუშვათ 250 device-ზე, როგორც ხედავთ, all-in-one ინსტალაციისთვის გვჭირდება 10 vCPU რო გამოვყოთ, ხო? აქ ასევე დავაკვირდეთ დეტალურ ინფორმაციას, რომ აი ვარსკვლავით არის აღნიშნული, როდესაც ეს რეკომენდირებულია, როდესაც relay-ები არის დაყენებული, ხო და relay-ების შემთხვევაში თითოეული აქტიური ინტეგრაციისთვის და ზოგადად ნებისმიერი ინტეგრაცია რაც ემატება, აუცილებელია რომ მინიმუმ 1 vCPU გამოვყოთ, ხო? რატომ ხდება? იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ინტეგრაცია გვაქვს, ფაქტიურად ამ ცალ-ცალკე ვირტუალური მანქანა, ოღონდ აქ იგულისხმება უშუალოდ Gravity Zone-ის ვირტუალურ მანქანებზე საუბარი და ცალ-ცალკე როლებზე და არა ჩვენს სერვერებზე. ხო, ანუ ამ შემთხვევაში თვითონ რაც უფრო Gravity Zone-ი მეტ როლებად არის ჩაშლილი, მეტი device-ი აკითხავს, ანუ ვირტუალური device-ი ამ შემთხვევაში სამართავ კონსოლს და აქედან გამომდინარე, ვინაიდან დატვირთვა იზრდება, მინიმუმ 1 vCPU უნდა გამოვყოთ დამატებით. თუ კი გვაქვს ისე ვიმეორებ distributed setup-ი. და ცალ-ცალკე გატანილი როლების შემთხვევაში, ანუ თუ all-in-one-ი საერთოდ არ გვაქვს, ყველა მოთხოვნა, ასე ვთქვათ, update server-ის შემთხვევაში, web კონსოლის შემთხვევაში, database შემთხვევაში, ინციდენტები და ასე შემდეგ გვიწერია ცხრილში და როგორც ხედავთ, სათითაოდ არის გაწერილი და ნუ 250 device-ამდე შეგვიძლია, ვთქვათ, 10 vCPU გამოვყოთ და მაგითი მოვრჩეთ. მაგრამ სხვა შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივყვეთ ამ ცხრილს. შემდეგი სიაში გვაქვს ოპერატიული მეხსიერება გიგაბაიტებში და როგორც ხედავთ, ანალოგიურად 250 device-ის შემთხვევაში გვჭირდება 18 გიგაბაიტი ოპერატიულის გამოყოფა, ხოლო თუ distributed environment-ი გვაქვს, ამ შემთხვევაში და ნუ 250-ის ზევით არის, მაშინ გვიწერია რომ მაგალითად update servers 2 ჭირდება ცალკე web consoles 10, endpoint communication servers 10 და ასე შემდეგ. და შესაბამისად აუცილებელია რომ ეს პირობების დავაკმაყოფილოთ. მაგრამ რის ყურადღების გამახვილება მინდა ყველაზე მეტად free disk space-ზე, ანუ ესეც რა თქმა უნდა გიგაბაიტებშია და რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას. Bitdefender Gravity Zone-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ appliance-ისთვის, რომ ზუსტად მინიმუმ ზუსტად იმდენი free disk space-ი გამოვყოთ, რამდენიც არის requirement-ებში. რატომ? იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცა პერიოდის შემდეგ, ანუ პირველადი ინსტალაცია შეიძლება წარმატებით დასრულდეს და არანაირი პრობლემა არ ქონდეს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, როგორც ვიცით, ხდება სხვადასხვა ფაილების აკუმულირება ვირტუალურ მანქანაში. რატომ? იმიტომ რომ ერთი რომ თვითონ Gravity Zone იწერს განახლებებს, ასევე აგენტებისთვის ხდება განახლებების გადმოწერა, ხდება ლოგირება სხვადასხვა device-ებიდან გამომდინარე, ხო, ინფორმაციის და საკმაოდ ბევრი ისეთი ფაილია, რომელიც შეიძლება დასაწყისში არ ქონდეს, მაგრამ მერე დაემატოს. და თუ მოხდა ისეთი ფაქტი, რომ გადაივსო free disk-ი Gravity Zone-ის შემთხვევაში, არის თეორიული შანსი იმისი, რომ მაგალითად განახლების დროს ან რაიმე ახალი პაკეტის ჩამოწერის დროს ბოლომდე ვერ ჩამოწეროს და შეგვიქმნას პრობლემები. ხო, აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის, რომ მივაქციოთ ამ requirement-ებს ყურადღება და პირველ რიგში ალბათ ვიტყოდი, რომ ყველაზე კრიტიკული არის მაინც free disk space. და ასევე ერთი ნიუანსი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, არის ის, რომ by default, ანუ როგორც სტანდარტულად როგორც არის, როდესაც ჩვენ Bitdefender Gravity Zone-ის საინსტალაციო იმიჯს
ან უკვე გამზადებული იმით, ასე ვთქვათ, გადმოვწერთ და ვაიმპორტებთ ჰიპერვიზორში, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, space-ი მოვამატოთ, ანუ გულისხმობ ჰიპერვიზორიდან თუ რამე დავუშვათ free disk space შევუცვლით, ანუ მოვუმატებთ, ხო? ეს ავტომატურად არ აისახება Bitdefender Gravity Zone-ში და ამისთვის აუცილებელი არის, ვთქვათ, extend პროცედურა, ანუ დისკის დაექსტენდების პროცედურა ჩავატაროთ. ეს პროცედურა არ არის რთული. ფაქტიურად სტანდარტული Linux-ის LVM extend პროცედურაა, მაგრამ ვინაიდან შეიძლება დავუშვათ ცოტა გაგიჭირდეთ მაგალითად Linux-თან მიმართებაში და Gravity Zone-თან მიმართებაში ამ დოკუმენტაციის მოძიება ან დროის ასე ვთქვათ time consuming იყოს, ხო? ამ შემთხვევაში მე წინასწარ გავაკეთე ამის პრეზენტაცია და ჩანაწერი. Ну ჩანაწერი იმიტომ რომ როგორც ვიცით ხშირად ისე ხდება ხოლმე რომ live-ში რაღაცის დემონსტრაციას რო ვაკეთებ, შეიძლება ან ინტერნეტზე ხარვეზი შეგექმნას, ან შეიძლება რაღაც დავუშვათ იმ მომენტში სერვერი გვიან ჩაირთოს. Ну დემო გარემოში როგორც ვიცით შედარებით შეზღუდულ რესურსებს ვაძლევთ ხოლმე, ამიტომ გადავწყვიტე რომ ვებინარის სრულობის პერიოდში რომ რაღაც ამ თემასთან დაკავშირებით პრობლემები არ ქონოდა, წინასწარ გავაკეთე აღნიშნული პროცედურა ჩვენს დემო გარემოში და შემოგთავაზებთ ჩანაწერის სახით და ამასთანავე გეტყვით სათითაოდ თუ თითოეული პროცედურა რას მოიცავს, რატომ ვაკეთებთ და რა გვჭირდება ამ შემდეგი სტეპები რა არის. ერთი წუთით ეხლავე გაგიზიარებთ მე თქვენ ამ ჩანაწერს და შეგვიძლია პრინციპში დავიწყოთ. იმედია ჩანს ეკრანი და როგორც ხედავთ პირველი რაც არის ის რომ უნდა დაუკავშირდეთ სამართავ კონსოლს SSH-ით, ანუ Bitdefender Gravity Zones, შევიყვანოთ admin-ის paroli და შესაბამისად შეგვიძლია უკვე პროცედურის დაწყება. პირველ რიგში როგორც ხედავთ F-disk-ის საშუალებით ჩვენ ნახულობთ თუ რამდენი ვთქვათ space-ი არის გამოყოფილი ჩვენი appliance-ისთვის და ასევე აუცილებელია რომ physical disk-ების სახელწოდებას დაუკვირდეთ. თუ ამ შემთხვევაში არის ორ ნაწილად დაყოფილი DVSTA და STA2, ხო? ანუ ამის ცოდნა დაგჭირდება, იმიტომ რომ ახალი დისკის დამატებას, ოდესაც გადავწყვეტ, ვიცოდეთ რა სახელი დავარქვათ. ჩემ შემთხვევაში vCentry-ის საშუალებით ვაკეთებ ამას, როგორც ხედავთ, edit setting-ებიდან, ანუ virtual machine edit setting-ებიდან ვამატებ disk space, თუმცა თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ extend-ი არ გააკეთოთ, ან გულისხმობ ჰიპერვიზორიდან და დაუშვათ ახალი ფიზიკური დისკი მიამაგროთ, ესეც პრობლემა არ არის, იგივენაირად იმუშავებს პროცედურა, პატარა განსხვავება შეიძლება იყოს, მაგრამ იდეურად პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ხედავთ, storage-ი მომატებულია ოღონდ ჰიპერვიზორის შემთხვევაში, მაგრამ არა თვითონ virtual appliance-ში, ხო? ამ დროს რეკომენდირებულია რომ დაარესტარტოთ ვირტუალური მანქანა, პროცესი როდესაც დასრულდება, რომ მაინც გამოვრიცხოთ რაღაც პრობლემები და ისევ ხელახლა უნდა დაუკონექტდეთ Gravity Zone-ის კონსოლს და დავიწყოთ უკვე აღნიშნული პროცედურა. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ხელმისაწვდომი არის 125 გიგაბაიტი, available არის 111 გიგაბაიტი და ეხლა ვიწყებთ უკვე დისკის მომატების, ასე ვთქვათ, extend პროცედურას, ხო? როგორც ხედავთ, რესტარტის შემდეგ უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ საერთო space-ი, ასე ვთქვათ, ფიზიკურად, ანუ 300 გიგაბაიტია, თუმცა ეს ჯერ არ არის ასახული ჩვენს Bitdefender-ის Gravity Zone-ში. და სტრუქტურულად ესე იგი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ გვაქვს physical volume-ები, ხო, ანუ რაღაც ფიზიკური დისკები, რომელსაც ვამაგრებთ, გვაქვს volume group-ი, რომელშიც ეს ფიზიკური დისკები არის გაერთიანებული და უნდა მოვახდინოთ ამის ინიციალიზაცია და შემდეგ უკვე მოხდეს ერთი წუთით ბარემ დავაპაუზებ, რომ კარგად ავხსნა. ესე იგი, გვაქვს volume group-ები და volume group-ებში უკვე როდესაც გავაერთიანებთ ან physical volumes, ვაკეთებთ მე ლოგიკური volume-ის, ან ლოგიკური დისკის დაექსტენდებას და ბოლო ეტაპი, უკვე სულ ბოლო ეტაპი არის ფაილური სისტემის, ასე ვთქვათ, update-ი, ხო, ანუ resize-ი რო გავაკეთოთ, რომ საბოლოოდ
gravity zone-ში ეს ყველაფერი აისახოს. პირველი რასაც ვაკეთებთ, როგორც ხედავთ, არის რომ F დისკის საშუალებით DVSDA-ში, ანუ შევდივართ და გვინდა ახალი ასე ვთქვათ, ახალი დისკის დამატება, ხო? და პირველი რაც გავაკეთეთ არის რომ მივთითეთ რომ add new partition-ი, ანუ n ბრძანებით ხდება. ნუ m ბრძანებით გამოვიყვანეთ help menu, n ბრძანებით როგორც ხედავთ ეკრანზე, ახალი partition-ი დავამატეთ. შემდეგ ვეუბნებით რომ ეს იყოს primary partition-ი. უნდა მივთითოთ აქ საიდან სადამდე იყოს ეს სექტორები, მაგრამ როგორც წესი default-ს სწორად გვითითებთ და აქედან გამომდინარე უბრალოდ შეგიძლიათ enter-ს დააჭიროთ. ანუ შეყვანა დამატებით არ ჭირდება ამ ინფორმაციის. შემდეგ უკვე ჩვენ დაგვჭირდება რომ ახალი partition-ის შექმნის შემდგომ რომ უკვე მივთითოთ თუ რა ფორმატში იყოს ეს partition-ი და ამ შემთხვევაში და ასევე partition number-ი უნდა მივანიჭოთ, ხო? სამს ვანიჭებთ, იმიტომ რომ როგორც გვახსოვს DVSDA და DVSDA2 უკვე გქონდა. და შესაბამისად ნუმერაციით მესამე მოდის რიგში. და ეხლა უკვე ჩვენ უნდა ავირჩიოთ რა ტიპის partition-ი იყოს და აუცილებელია რომ Linux LVM-ი ავირჩიოთ, ანუ ამ შემთხვევაში კოდი არის 8i და უბრალოდ მივყვებით ამ პროცედურას. შევიყვანთ 8i-ს და change type of partition Linux to Linux LVM, როგორც ხედავთ. და შემდეგ ამ ყველაფრის შემდეგ უკვე უნდა ეს ყველა პროცედურა დავასრულოთ იმით რომ შევინახოთ, ანუ W-ს უნდა დავაჭიროთ და ამ შემთხვევაში partition table-ი უკვე შეიცვალა. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ისევ არ არის დამატებული gravity zone-ში აღნიშნული space-ი, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით ფაქტურად physical volume-ი და partition table-ი ახალი, მაგრამ ეს არ არის ჯერ გაწევნიანებული virtual group-ში და ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ volume group-ში და volume group-ში რო გავაწევრიანოთ ფაქტურად ეს SDA3 უნდა შევიდეს აღნიშნულ ჯგუფში, ხო? რომ შემდეგ უკვე შეგვეძლოს logical volume-ში ამის გამოყენება. და შესაბამისად PV create ბრძანებით უკვე ჩვენ dev SDA-ს შევქმნით, ანუ physical volume შევქმნით და ეხლა ვუყურებთ რომ volume group-ში რა სახელწოდება რა არის. ანუ ჩვენ გვაინტერესებს VG name-ი, რომ ეს ახალ შექმნილი partition-ი ფაქტურად დავამატოთ აღნიშნულ ჯგუფში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, VG display-ის საშუალებით ხედავთ, რომ ჩვენი volume group-ის სახელი არის GZVA. შესაბამისად, შემდეგი ბრძანება იქნება VG extend GZVA და dev SDA3, იმიტომ რომ ეს არის ახალ დამატებული partition-ი, ხო? უყურებთ ეხლა და ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ჯგუფში გაწევრიანებული არის, მაგრამ space-ი ჯერ არ არის მომატებული, იმიტომ რომ logical volume-ის შემთხვევაში ჯერ არ არის მიმატებული space-ი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ სკანირებას, რომ ნახოთ რამდენი space-ი არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი. შეიძლება ვთქვათ, ჩემი ვიდეო ცოტა ისე მოგეჩვენოთ, ზედმეტი სტეპებით მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ რამდენიმე სტეპის ამ ჩეკის ასე ვთქვათ გამოყენება შეიძლება არ მოგიწიოთ და უბრალოდ პირდაპირ extend პროცედურაზე გადახვიდეთ, მაგრამ მე მაინც მიყვარს ხოლმე რომ დეტალურად უყურებ ყველაფერს, რომ გზადაგზა რამე არ შემეშალოს. ამიტომ ესე დეტალურად არის ნაჩვენები თითოეულ ეტაპზე თუ სად რა ხდება, ხო? და ამის შემდგომ უკვე ჩვენ გვჭირდება როგორც ხედავთ, რომ LV extend-ის საშუალებით მოვამატოთ 100% free disk space-ი. 100% free disk space-ი იმიტომ მიწერია აქ, რომ ეს space-ი კონკრეტულად gravity zone-ისთვის მოვამატე, მაგრამ თუ დაუშვათ თქვენ საწყის ეტაპზე, ან მომატებული disk space-ი აღჭირდება, რომ სრულად 100%-ით მიამაგროთ on-premise consoles, შეგიძლიათ დაუშვათ 100%-ით მაგიროთ რაღაც სხვა პროცენტი იყოს, მაგრამ ვინაიდან დანიშნულება ის არის, რომ space-ი გავზარდოთ, ამიტომ 100% გამოვიყენე და როგორც ხედავთ, პროცედურა წარმატებით დასრულდა და უყურებთ, რომ ამ შემთხვევაში უკვე logical volume-ში მოგვემატა დამატებული space-ი. თუმცა, gravity zone-ში საბოლოოდ რომ ეს ყველაფერი აისახოს, ჭირდება კიდევ ერთი პროცედურა, რომელიც არის resize2fs-ი. resize2fs-ის საშუალებით ფაქტურად ფაილურ სისტემის ვთქვათ განახლებას ვაკეთებ, ანუ resize ვაკეთებ და სახელწოდებაც იქიდან გამომდინარე არის, რომ
Linux-ში, ესე იგი ext2 ფორმატისთვის იყო ეს კომანდი განკუთვნილი, შემდეგ უკვე ext3-ზე და ext4-ზეც აქვს ამის ხარდაჭერა, მაგრამ სიმარტივისთვის დატოვეს ორიანი რა ქვია, კომანდში, რომ დეველოპერებისთვის ხომსად მარტივად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. Resize2FS-ი, როგორც ხედავთ, არის აღნიშნული ბრძანება, რაც ვისაუბრე. შემდეგ ვუთითებთ უკვე რომელ volume groups მიემატოს ეს space-ი, სად მიემატოს, ხო ამ შემთხვევაში root-ი არის და როგორც ხედავთ, ეს Resize2FS-ი წარმატებით დასრულდა, შეგვიძლია შევხედოთ და ვნახოთ, რომ ნამდვილად მოემატა უკვე appliance space-ი და ამის შემდეგ უკვე სასურველი არის, რომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ვირტუალური მანქანის restart-ი. პრინციპში აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ ალბათ ინტერნეტშიც ნახოთ, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც დაუშვათ ჩემი ახსნიდან გამომდინარე იყოს ამ პროცესის გამეორება. ეხლა გაგიზიარებთ ეკრანს უკვე თვითონ პრეზენტაციის, რომ გადავიდეთ შემდეგ საკითხებზე. და შემდეგი საკითხი რაც გვაქვს ამ შემთხვევაში არის SMTP პარამეტრების კონფიგურაცია, ADES-თან სინქრონიზაციის კონფიგურაცია და ალბათ სანამ მომდევნო საკითხებზე გადავალ, ყველაზე უფრო სწორი იქნება, რომ გაჩვენოთ თვითონ Gravity Zone-ის კონსოლი და აქედანვე გავიაროთ live-ში რა და როგორ გავაკეთოთ. ხო, პირველი რაც არის, როგორც წესი, on-premise კონსოლში ინტეგრაციები ხდება კონფიგურაციის მენიუდან და ვინაიდან პირველი Active Directory-ა ვახსენე, Active Directory-ის შემთხვევაში შევდივართ შესაბამის მენიუში და აუცილებელი არის, რომ დავამატოთ დომენი. აქ ალბათ სხვაობა თვალსაჩემია ბევრისთვის, ვისაც დაუშვათ Cloud Console-ზე უნახავს როგორ ხდება Gravity Zone-ის ADES-თან ინტეგრაცია. იქ როგორც წესი Cloud-ის შემთხვევაში აგენტს ვაყენებთ ხოლმე, რომელიც AD ინტეგრატორის ფუნქციას იღებს თავის თავზე, მაგრამ ვინაიდან on-premise კონსოლი როგორც წესი ჩვენს ორგანიზაციაშია ფიზიკურად, ხო და ხშირად ისეა, რომ ADES-თან პირდაპირ კომუნიკაცია აქვს, აქედან გამომდინარე აგენტი არ გვჭირდება და შეგვიძლია პირდაპირ კონსოლში მიუთითოთ Active Directory-ის მონაცემები. გვჭირდება დომენის სახელი, გვჭირდება user-ი და პაროლი, რომლითაც მოხდება Active Directory-სთან სინქრონიზაცია. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასურველია და ალბათ აუცილებელიც არის, რომ იყოს admin-ის მოხმარებელი ან მინიმუმ ისეთი მოხმარებელი, რომელსაც შეუძლია Active Directory-ში უპრობლემოდ მაგალითად user-ების ინფორმაციის წამოღება, სხვადასხვა სინქრონიზაციის ტასკის შესრულება, organizational unit-ების ნახვა და ასე შემდეგ. და შესაბამისად, როდესაც აღნიშნული მოხმარებლის მონაცემებს შევიყვანთ, შეგვიძლია check credentials ღილაკს დავაჭიროთ და ვნახოთ იმუშავებს თუ არა ეს აკაუნტი. შემდეგ უნდა მივუთითოთ სინქრონიზაციის ინტერვალი, საათებში არის ეს მითითებული, ანუ რა პერიოდში ერთხელ მოახდინოს სინქრონიზაცია. რა თქმა უნდა, მინიმუმი არის 1 საათი, მსგავსად იმისა, როგორც იყო Bitdefender-ის Cloud Console-ში. თუმცა აქ სხვაობა გვაქვს კიდევ ერთი ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1 საათიან ინტერვალში ხდება AD-sync-ი, გვაქვს დამატებით force resync-ის ღილაკი. ანუ შეგვიძლია ჩვენ რომ სრული შემთხვევაში უფრო მალე გავაკეთოთ სინქრონიზაცია. მაგალითად, თუ რამე ახალი დავამატეთ ჩვენს AD-ში, რომ მალევე აისახოს Bitdefender Gravity Zone-ში. და როგორც ხედავთ, AD-სთან ინტეგრაციის დროს შეგვიძლია ავირჩიოთ თუ organizational unit-ებთან და custom group-ებთან მიმართებაში როგორ იმოქმედებს Bitdefender-ი. ანუ წამოიღოს ცალკე აღნიშნული ინფორმაცია ცალკე custom group-ებში თუ დაიცვას ის სტრუქტურა, როგორი სტრუქტურაც გაქვთ Active Directory-ში. ალბათ სასურველი იქნება, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ AD სტრუქტურა როგორც გაქვთ შეინარჩუნოთ, ანუ keep AD structure ფუნქცია მონიშნოთ, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენთვისაც მე მარტივი დასაიდენტიფიცირებელი იქნება ესა თუ ის endpoint-ი ან სერვერი, თუ რა ლოკაციაზეა განთავსებული. შემდეგი საკითხი არის უკვე access permission-ები, ანუ შეგიძლიათ
control ცენტრის access-ი მართოთ იმის მიხედვით active directory-ში security group-ებთან მიმართებაში როგორ იქნება და ნუ ცალ-ცალკე შეგიძლიათ მაგალითად სხვადასხვა access rule name-ები, description-ები და security group-ები ცალ-ცალკე ჩამოწეროთ და ნუ ეს პროცედურაც მარტივია. როდესაც domain-ს აირჩევთ, ანუ ამ შემთხვევაში ჩამონათვალში domain-ი გექნება, დაამატებთ შესაბამის group-ებს და ნუ აქ აწერთ იმ rule-ებს, რაც როგორც გინდათ რომ ვთქვათ Gravity Zone-მა Active Directory-სთან იმოქმედოს. შემდეგი საკითხი არის mail server-ის კონფიგურაცია, ანუ SMTP კონფიგურაცია და ნუ როგორც წესი დაუშვათ exchange-ის შემთხვევაში ან რაიმე custom mail server-ის შემთხვევაში პრობლემა არ უნდა შეგექმნათ არანაირი, იმიტომ რომ უბრალოდ შეიყვანთ SMTP mail server-ის მისამართ, შეიყვანთ port-ს, რითიც უკავშირდება. სასურველია, რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, რომ encryption type-ი რომელიმე მონიშნოთ და არ იყოს none, ანუ არ იყოს არანაირი ასე ვთქვათ encryption-ი, რომ დაცული იყოს კომუნიკაცია ამ შემთხვევაში Bitdefender-ის Gravity Zone-სა და mail server შორის და აუთენტიფიკაციის შემთხვევაში თუ კი იყენებთ აუთენტიფიკაციას, შეგიძლიათ username და password-ი მიუთითოთ შესაბამის ველებში. ასევე მნიშვნელოვანი მომენტი აქ ის, რომ როგორც წესი ხშირად ხდება ხოლმე, რომ მაგალითად გვჭირდება Gravity Zone-ში რომ ჩავაბათ online account-ები, ანუ online account-ებში გულისხმობ მაგალითად Google-ის mails, თუ კი Google-ის კორპორატიულ mails ვიყენებთ, იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად კონსოლი on-premise იყოს, მაგრამ რაღაცა მიზნებიდან გამომდინარე არ აქვს სამოცულობა მეილი ან მეილის ანგარიშების ნაწილი იყოს cloud-ზე და ვინაიდან ჩვენ ეს account-ი გვჭირდება იმისთვის, რომ Bitdefender-ის Gravity Zone-მა შეძლოს ფაქტურად მეილების დაგზავნა, აქედან გამომდინარე ალბათ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი მეილი მისაღებია და მე გირჩევდით რამდენიმე რა პრინციპში ყველაზე მარტივი ალბათ რომ Google-ის ვარიანტზე გაჩვენოთ, ერთ წუთით ვეცდებით გაგიზიაროთ ეხლა ეკრანი ჩვენი პრეზენტაცია არის. გავხსნი ფანჯარა, სადაც Google-ის SMTP მონაცემებზე გვაქვს ინფორმაცია. კი ბატონო. ალბათ ჩანს ეკრანზე. და აი როგორც ხედავთ, Google-ის დოკუმენტაციის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ გამოვიყენოთ რამდენიმე ვარიანტი. პირველი არის SMTP relay, რომელიც რეკომენდირებულია და რატომ არის რეკომენდირებული მარტივად მივხვდებით, იმიტომ რომ თითოეული users ჩვენს ორგანიზაციაში შეუძლია რომ რაღაც 10000 მეილი ანუ recipient-თან გააგზავნოთ დღის განმავლობაში, თუმცა თუ არ გვჭირდება ამხელა რესურსი მაგალითისთვის, მაშინ არის სტანდარტული Gmail SMTP სერვერი, რომელიც დაახლოებით 2000 მესიჯი აქვს, ასე ვთქვათ, ლიმიტი დღის განმავლობაში. და ამ შემთხვევაში setup-ის პროცედურა ძალიან მარტივია, უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან სტანდარტული Google-ის მეილები რამდენადაც მახსოვს არ მუშაობს, იმიტომ რომ აქ თავარი პრინციპი არის ის, რომ ვინაიდან Gravity Zone-ისთვის ჩვენ გვჭირდება რომ გავწეროთ username და password-ი და როგორც წესი Google-ში ორეტაპიანი აუთენტიფიკაცია გვაქვს, ან თუნდაც ორეტაპიანი აუთენტიფიკაცია არ გვქონდეს, ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ დამატებით რაღაც extra steps გვყავს Google-ი და ესე პირდაპირ არ მუშაობს third party აპლიკაციები Google-თან, აქედან გამომდინარე გვჭირდება app password-ის შექმნა, ანუ ფაქტიურად უნდა დავაგენერიროთ ცალკე ჩვენი account-ისთვის რაღაც ცალკეული app password-ები, რომელიც ჩვენი პაროლის ალტერნატივა იქნება, რომელიც მუდმივი იქნება და არ შეიცვლება. ამას Google-ი თავისით გვიგენერირებს, ამავე დოკუმენტაციაში შეგიძლიათ ინსტრუქცია მოძებნოთ. იცით, ეს აქვე უნდა იყოს. აი configure an app password. აი როგორც ხედავთ,
აი აქ არის დეტალურად აღწერილი რა როგორ უნდა გავაკეთოთ და password-ები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფაქტურად ჩვენს აკაუნტს მივაბათ ალტერნატიული პაროლი, რის საშუალებითაც უკვე Bitdefender Gravity Zone-ი შეძლებს პირდაპირ კომუნიკაციას ჩვენს სერვერთან, ხო? და შემდეგ უკვე როდესაც მოვახდენთ ამ ყველაფრის სინქრონიზაციას, შეგვიძლია მაგალითისთვის ატესტო მეილი გავაგზავნინოთ Bitdefender-ს ჩვენი მისამართით. და ასევე მნიშვნელოვანი არ დაგვაუწყდეს from email-ის მითითება, ანუ ეს არის მისამართი, საიდანაც მოხდება, ანუ რა სახელითაც მოგვივა Bitdefender Gravity Zone-დან ალერტები. შემდეგი საკითხი, რასაც უნდა შევეხოთ, არის სამართავ კონსოლთან კომუნიკაციის მეთოდები და ნუ ამ შემთხვევაში პირდაპირ პოლიციებზე გადავალ და პოლიციებიდან გაჩვენებთ ჯერ როგორ შეიძლება მოხდეს კომუნიკაცია და სად ხდება აღნიშნული კონფიგურაციის გაწერა. პირველი რა თქმა უნდა რაც არის ნუ სტანდარტული რომ communication server-ით და ნუ ხშირად all-in-one setup-ში ეს ავტომატურად არის დაყენებული რა თქმა უნდა Gravity Zone-ის virtual appliance-ში შეგვიძლია communication server-ით დაუკავშირდეთ და ნუ ამ შემთხვევაში არანაირი ცალკე პარამეტრების გაწერა არ გვჭირდება თუ კი endpoint-ები პირდაპირ ხედავენ Gravity Zone-ის კონსოლს. მეორე შემთხვევა, ანუ მეორე кейსი გვაქვს, რომ relay-ის საშუალებით უნდა მოხდეს დაკავშირება Gravity Zone-ის სამართავ კონსოლთან და ნუ ამ შემთხვევაში relay არის device-ი, რომელიც თავის თავზე იღებს კომუნიკაციების როლს და ასევე განახლებების როლს. ავტომატური network discovery-ის ფუნქციონალი გააჩნია, ანუ ყველა device აღმოაჩენს subnet-ში და შესაბამისად relay როგორც წესი უნდა იყოს subnet-ში მხოლოდ ერთი ცალი. თუ დაუშვათ relay-ს არ ვიყენებთ და ასევე სამართავ კონსოლთან პირდაპირ კომუნიკაცია არ აქვს endpoint-ებს, ნუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია კიდევ მივუთითოთ proxy setting-ები general-ში, ამ შემთხვევაში general setting-ების პარამეტრებს შეგვიძლია მივუთითოთ proxy setting-ები და ნუ როგორც ხედავთ, აქ უკვე proxy კონფიგურაციაში შეგვიძლია proxy server-ის IP მისამართი პორტი, username და paroli ჩავწეროთ და ამ აღნიშნული მეთოდების საშუალებით შეგვიძლია რომ დავაკავშიროთ endpoint-ები სამართავ კონსოლთან. კიდევ ერთი ალტერნატიული გზა არის, ნუ ამ შემთხვევაში მე უბრალოდ ჩემი ინტერესიდან გამომდინარე გავტესტე და რა თქმა უნდა ესეც მუშაობს. შეგიძლიათ ასევე VPN-ი გამოიყენოთ, რომ endpoint-ებმა VPN-ის საშუალებით დაინახონ Gravity Zone-ის სამართავი კონსოლი, თუმცა ეს ცოტა ალბათ უფრო აღნიშნულ მეთოდებთან შედარებით ცოტა არასწორი მეთოდია და აქედან გამომდინარე ის დიდად რეკომენდაციას არ გავუწევდი, მაგრამ ესეც შესაძლებელია რომ ვიცოდეთ. და ეხლა უკვე შევეხები შემდეგ საკითხებს. დაგვრჩა ფაქტურად ორი საკითხი, არის ეს სამართავი კონსოლის მდგომარეობის შემოწმების პროცედურა და სამართავ კონსოლში ხშირად დაფიქსირებული პრობლემის აღმოჩენა და გადაჭრის მეთოდები. ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ ისევ პრეზენტაციას, იმიტომ რომ ყველაზე მარტივია ალბათ ყველა ინფორმაცია ერთ ადგილზე მოვაგროვოთ და რა პროცედურები არის გასავლელი, ხო? პირველ რიგში maintenance and health check-ის შემთხვევაში გვჭირდება რომ endpoint-ები შევამოწმოთ restart-ის მდგომარეობას ხომ არ ელოდებიან, ანუ restart-ს ხომ არ ელოდებიან, შევამოწმოთ offline-ში გვაქვს თუ არა endpoint-ები და რატომ გვაქვს, ხო? ანუ შეიძლება მართლა endpoint-ი უბრალოდ გათიშულია, ან შეიძლება online-შია, office-შია, მაგრამ რატომღაც სამართავ კონსოლს ვერ უკავშირდება და ეს უკვე პრობლემაა. ასევე უნდა შევამოწმოთ unmanaged endpoint-ები, ანუ რამე ისეთი endpoint-ი ხო არ გვაქვს ორგანიზაციაში, რაც არ ვიცით რა არის, რატომ არის, ვისია და შესაბამისად არც აგენტი აყენია და პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. უნდა შევამოწმოთ relay, რამდენად კარგად მუშაობს და თუ რამდენიმე subnet-ი გვაქვს და დაუშვათ ყველა subnet-ში ცალ-ცალკე გვაქვს relay-ები, ცალ-ცალკე უნდა შევამოწმოთ. უნდა შევამოწმოთ security server-ები, თუ კი გვაქვს რა თქმა უნდა security server-ები დამატებით, რომლებიც თავის თავზე იღებს endpoint-ების სკანირების tasks და დატვირთვას. უნდა შევამოწმოთ ინტეგრაციები,
იგივე რაც ვახსენე, მაგალითად Active Directory-ასთან ინტეგრაცია, SMTP mail server-თან ინტეგრაცია, ან ნებისმიერი სახის ინტეგრაცია, რაც გვექნება ჩაბმული ჩვენს Gravity Zone კონსოლთან, უნდა შევამოწმოთ სისტემის სტატუსი და უნდა შევამოწმოთ ლიცენზიის სტატუსი იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდეთ თუ რა რაოდენობის, ასე ვთქვათ, ლიცენზია გვაქვს გამოყენებული და შესაბამისად იმის ბრალი ხომ არ არის და უშუალოდ რომელიმე endpoint-ზე რომ არ მუშაობს Gravity Zone-ი, რომ უბრალოდ ლიცენზიების რაოდენობა ლიმიტს მიაღწია და ავწდით, ასე ვთქვათ, აღნიშნულ ლიმიტს. ამ ყველაფრის შემოწმება საკმაოდ მარტივია თვითონ კონსოლიდანვე, იმიტომ რომ ფაქტიურად შეგვიძლია ძალიან მარტივად კონსოლის კონსოლში network-ის ფილტრის საშუალებით ეს ყველაფერი დავინახოთ. ხშირად რატომღაც network-ში არ ვაქცევთ ხოლმე ამ ფილტრის ფუნქციას ყურადღებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო და ვთქვათ, კომფორტული ფუნქცია იქიდან გამომდინარე, რომ შეგვიძლია მარტივად მოვნიშნოთ დაუშვათ კომპიუტერები, ვირტუალური მანქანები და managed endpoint-ები. ხო, ამ შემთხვევაში ვნახო managed endpoint-ების სია. როგორც ხედავთ, ვინაიდან ეს ატესტო გარემოა და მხოლოდ ერთი აქტიური endpoint-ი გვაქვს, შესაბამისად ერთ endpoint-ს მიჩვენებს, რომელიც არის managed და არის, ვთქვათ, კომპიუტერი, ხო, ან ფიზიკურად ლეპტოპი. ასევე ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ relay-ების შემთხვევაში, თუ გინდა რომ relay ვნახოთ, security server-ები, ან მაგალითად შეგვიძლია მოვნიშნოთ managed endpoint-ები, რომლებიც restart-ს ელოდებიან. ამ შემთხვევაში თუ გვაქვს რამე მსგავსი endpoint-ი, ამასაც აქვე ვნახავთ და შეგვიძლია სათითაოდ გადავიდეთ თითოეულ endpoint-ზე დეტალები ვნახოთ. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში თითოეულ endpoint-ზე, რომელსაც შეიძლება ძახილის ნიშანი ქონდეს და რატომღაც რაღაც issue ქონდეს, შეგვიძლია გადავიდეთ ამ endpoint-ზე დაკლიკის საშუალებით და protection-ში დეტალურად ვნახოთ ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებს. მაგალითად, update-ი ხომ არ არის დაუშვათ გასაკეთებელი აღნიშნულ endpoint-ზე, რაიმე მოდული ხომ არ არის გათიშული, აი მაგალითად, როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში application control-ის მოდულია გათიშული. ან ხომ არ არის საჭირო რამე პროცედურა, რასაც რა თქმა უნდა კონსოლი თვითონვე მიგვითითებს, რაც არ ჩაგვიტარებია. და აქედან გამომდინარე, უკვე შესაბამის პროცედურას გავაკეთებთ და უნდა გამოვასწოროთ პრობლემა. ასევე ჩვენ შეგვიძლია ფილტრის საშუალებით ვნახოთ unmanaged device-ები, ანუ ის device-ები, რომლებიც network-ში აღმოჩენილია, მაგრამ არ აყენია Bitdefender-ის აგენტი. შემდეგი საკითხი რაც არის, ვინაიდან ვახსენე განახლებები, გეტყვით რომ განახლებების შემოწმება რა თქმა უნდა მარტივია, ერთი რომ კონფიგურაციის მენიუდან update-ებში გადადიხართ და ნახულობთ თქვენი კონსოლი up to date არის თუ არა და ასევე ნახულობთ რა პერიოდულობით ხდება განახლებები, შეგიძლიათ სათითაოდ კომპონენტებზე ნახოთ, ბოლო ვერსია რა გაქვთ გადმოწერილი და დაფაბლიშებული და იმის შემდეგ რამე ახალი საინსტალაციო არის გამოსული თუ არა. რაც შეეხება თვითონ სისტემ სტატუსის შემოწმება, სისტემ სტატუსზე, როდესაც გადახვალთ Bitdefender-ის სამართავი კონსოლიდან, შეგიძლიათ ნახოთ თითოეული, ასე ვთქვათ, კომპონენტისთვის health check სტატუსი, ანუ web კონსოლის data პროცესორები როგორ მუშაობს, disk usage როგორ არის, ანუ disk usage-ის შემთხვევაში თუ free space-ი აღარ გაქვთ დარჩენილი, ან რაღაც ლიმიტთან ახლოს არის, აუცილებლად ყვითელი ძახილის ნიშანი იქნება, ან შეიძლება წითლადაც იყოს და მიხვდებით რომ რაღაც პრობლემა აქვს ხო კონსოლს. და ანუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სათითაოდ ახლა ყველა კომპონენტს აღარ ვახსენებ და ასევე შეგიძლიათ კონფიგურაციის მენიუდან ლიცენზიასთან დაკავშირებით ნახოთ ინფორმაცია, დაუშვათ თქვენი ლიცენზია არის თუ არა გააქტიურებული, რამდენი endpoint-ია დარჩენილი და ასე შემდეგ. რომელიც ასევე ლიცენზიის მენიუდან ხდება. და შემდეგი რაც არის ხოლმე ხშირად, რომ თუ აღმოვაჩინეთ რაღაც პრობლემა, შეიძლება არ ვიცოდეთ როგორ მოვაგვაროთ, როგორ მივხედოთ ამ პრობლემას და სად ვეძებოთ მოგვარების გზები. ამისთვისაც რა თქმა უნდა გვაქვს პასუხი და გაგიზიარებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ პირველი რაც უნდა შევამოწმოთ არის connectivity requirement-ები, იმიტომ რომ როგორც წესი, აი როგორც შემდეგ სლაიდზია, ხშირად 90% ინსტალაციის პრობლემების ან დაუშვათ მუშაობის პრობლემების, რომ რაღაც კონსოლი ვერ უკავშირდება აგენტს, ხშირად არის ხოლმე
connectivity პრობლემა, ანუ კავშირის network პრობლემა, ხო? და აუცილებელი არის რომ ეს მოთხოვნილებები, ანუ best აგენტის, ანუ Bitdefender-ის აგენტის კონსოლთან დასაკავშირებლად რაც ჭირდება, აღნიშნული პორტები, მისამართები კონდეს გახსნილი, არ იყოს შეზღუდული. და ნუ მინიმუმ თუ დაუშვათ პირდაპირ კომუნიკაცია არ გვაქვს Bitdefender-ის აგენტსა და სამართავ კონსოლს შორის, ამ შემთხვევაში მინიმუმ ის მოთხოვნილებები უნდა დავაკმაყოფილოთ, რაც მაგალითად relay-ზე გვაქვს, ან სიტყვაზე communication server-ზე გვაქვს, ან რაღაცა, თქვათ, რაღაც არხი უნდა იყოს ესეთი, რითიც აგენტი დაუკავშირდება სამართავ კონსოლს, თუნდაც ეს აგენტი Bitdefender-ის აგენტი და აღნიშნული endpoint-ი ვერ გადიოდეს ინტერნეტში, ხო? ამიტომ პირველი, რასაც ვამოწევთ ხოლმე, არის ეს წილი, რომ ნახოთ, რომ ყველაფერი სწორად არის, კომუნიკაცია წარმატებით დასრულდა და გამოურიცხოთ, ასე ვთქვათ, network პრობლემა. ყველაზე ხშირად, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება შეხვდებს, გავსი error კოდები, შეხვდება ამ ლინკზე, რაც ჩვენს პრეზენტაციაში არის წარმოდგენილი და ასევე შეგვიძლია რომ Bitdefender-ის ლოგებიც ვნახოთ, რომელიც არის განთავსებული C program data bdkit installer folder-ში, როგორც გვიწერია, ეს აღნიშნული Bitdefender-ის ლოგები არის encrypted, ანუ დაშიფრულია და შესაბამისად ჩვენ პირდაპირ ვერ ვნახავთ, მაგრამ აქედან შეიძლება გაგვიჩნდეს შეკითხვა, რომ მაშინ თუ ვერ ვნახავ, რაში მჭირდება აღნიშნული ლოგები, ხო? იმიტომ გვჭირდება, რომ ეს ლოგები შეგვიძლია support ticket-ში Bitdefender-თან გავაგზავნოთ. და Bitdefender-ის support team-ი დეშიფრაციას გააკეთებს ამ ლოგების და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას მოგვიძებნის და გვეტყვის, რატომ გვაქვს აღნიშნული პრობლემა, ხო? და ხშირად ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ Bitdefender-ი შეიძლება არ დაყენდეს იქიდან გამომდინარე, რომ მისი სერტიფიკატები, ანუ user სერტიფიკატები trusted root folder-ში არ არის და აქედან გამომდინარე არასანდო სერტიფიკატის გამო შეიძლება რომ მოხდეს ინსტალაციის დროს შეცდომა ან პრობლემა და არ დასრულდეს წარმატებით. ნუ ამ შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულ ლინკზე გადავიდეთ და დეტალურად ვნახოთ, აი მაგალითისთვის გაჩვენებთ. links და გაგიზიარებთ ეკრანს, რომ დაახლოებით როგორ გამოიყურება, რომ გაჩვენოთ აღნიშნული დოკუმენტაცია. და აი როგორც ხედავთ, აი ეგ შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ ინფორმაცია ინსტალაციის პრობლემებზე, supported ოპერაციულ სისტემებზე და ასევე შეგიძლიათ certificate-ის მოთხოვნებზე წინასწარ, ანუ რა მოთხოვნები აქვს, ასე ვთქვათ, Bitdefender-ის Gravity Zones, როგორ მოაგვაროთ step by step არის ჩამოწერილი თავის ბრძანებებით, თავის აღწერებით, ყველაფრით, რომ თქვენ უპრობლემოდ შეძლოთ აღნიშნული პროცედურის გამეორება, ხო, თქვენს ინფრასტრუქტურაში. გავაგრძელოთ შემდეგი სლაიდი. გაცრავად, შემდეგი საკითხი არის ამ შემთხვევაში update challenge-ები უკვე, ანუ ფაქტიურად Bitdefender-ის Gravity Zone-ი მუშაობს წარმატებით, აგენტები დაყენდა, მაგრამ update-ის პრობლემა გვაქვს. ხო, update-ის პრობლემასთან დაკავშირებით ანალოგიურად გვაქვს ლინკი პრეზენტაციაში მითითებული, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ error კოდები ნახოთ და error კოდების საშუალებით გაიგოთ დეტალურად თუ რის გამო, ანუ რამ გამოიწვია update-ის პრობლემა. ასევე ყველაზე მარტივი შემოწმების მეთოდი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, არის telnet ბრძანება, ანუ ფაქტიურად თქვენ ამოწმებთ connectivity-ს აგენტსა და update server-ს შორის, ნუ ამ შემთხვევაში on-premise server-ი იქნება მთავარი update server-ი და როგორც ხედავთ, აკრებთ telnet-ის ბრძანებას, თქვენი update server-ის IP მისამართს ჩაწერთ და 70-74 პორტი. და ასევე იგივე პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ relay-ის სამმართველობაში, თუ კი რა თქმა უნდა გაქვთ relay server-ი ან relay endpoint-ი და გამორიცხოთ კომუნიკაციის პრობლემა აღნიშნულ მოწყობილობებთან. და შემდეგი საკითხი რაც არის, მაგალითად თუ ვერ დაადგინეთ ან დავუშვათ პრობლემა არის რომ ვერ ადგენთ
რის გამო ხდება აპდეიტზე შეფერხებები და დაუშვათ error კოდიც მაგალითად Bitdefender-ის აგენტში არ ამოაგდო, არ გიჩვენებთ და მოხდა ესეთი რაღაც. ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ Windows Update ლოგები ნახოთ, ანუ ფაქტურად აღნიშნულ folder-ზე რაც არის, ანუ C program files Bitdefender, endpoint security update statistics XML ფაილში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია სურათში როგორც არის მოცემული აღნიშნული სახით ინახება და აქ თავარი რაც გვაინტერესებს არის error კოდი ანუ error რო გვიწერია და რომ წერია რომ უდრის 0-ს ამ შემთხვევაში თუ კი რაიმე პრობლემა იქნებოდა განახლებაზე ამ შემთხვევაში დაგვიწერდა რაიმე error კოდს ანუ ფაქტიურად update statistics XML ფაილიდანაც შეგვიძლია error კოდის ამოღება და შემდეგ უკვე ამ error კოდის მიხედვით ჩვენს მიერ მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ შესაბამისი error კოდი და ნახოთ გამომწვევი მიზეზი. ან მინიმუმ დაუშვათ თუ თქვენ ვერ შეძლებთ ამ პრობლემის ასე ვთქვათ გამოძიებას, უკვე შეგიძლიათ რომ Bitdefender-თან გახსნათ support ticket და მინიმუმ გეცოდინებათ რა error კოდია რომ troubleshooting-ზე ასე ვთქვათ, ერთი ნაბიჯით უფრო წინ იყოთ, ანუ ერთი სტეპით წინ იყოთ და უფრო დროულად მოხდეს პრობლემის მოგვარება. პრინციპში ეს იყო დღეს, რაზეც მინდოდა მესაუბრა ჩვენს პრეზენტაციაზე და მასტერკლასში და ახლა უკვე დაველოდები თქვენი მხრიდან შეკითხვებს და ვეცდები მაქსიმალურად ამოვწურავად უპასუხო შეკითხვებს. და ნუ შესაბამისად მაქსიმალურად გავცე პასუხი. დაველოდები. თან გადავამოწმებ რაიმე შეკითხვები გვაქვს თუ არა. ჯერჯერობით რასაც უყურებ ჩატს და Q&A-ს ამ შემთხვევაში შეკითხვები არ არის. რა თქმა უნდა, თუ დაუშვათ მოხდება ისე რომ მაგალითად მასტერკლასის შემდეგ ერთი რო ეს ჩანაწერი რა თქმა უნდა დაიდება და უფრო დეტალური ინსტრუქცია რაც გავიარეთ ამ საკითხებში, რა თქმა უნდა ამაზეც გექნება თქმა, მაგრამ თუ მომავალში მოხდება ისეთი რაღაც რომ პირობითად რაღაც პრობლემას წააწყდებით, რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვეცდებით რომ მოკლე დროში დაგეხმაროთ და მოგხრათ აღნიშნული პრობლემები. ერთი რაც შემიძლია კიდე გირჩიოთ, რომ ზოგადად Gravity Zone-თან მიმართებაში საკმაოდ კარგი დოკუმენტაცია გვაქვს Bitdefender Gravity Zone-ზე. ძალიან ასე ვთქვათ, დეტალურად და მომწურავად არის ყველაფერი ჩაშლილი და აქედან გამომდინარე წესი და რიგით პრობლემა არ უნდა შეგვექმნას ინფორმაციის მოძიებაზე, თუნდაც დაუშვათ რაიმე ისეთი არასტანდარტული საკითხი იყოს, რომელიც ყოველდღიურად, ანუ რა ტიპის პრობლემა შეიძლება ყოველდღიურად არ შეგვხვდეს. აი მაგალითისთვის სანამ შეკითხვებს ველოდებით, არ ვიცი იქნება თუ არა შეკითხვები, გაჩვენებთ ლინკს რომ ვიზუალურად ესეც გავიაროთ. იცოდით. აი როგორც ხედავთ, დაახლოებით ასე გამოიყურება Bitdefender-ის support ცენტრის ვებსაიტი და შეგიძლიათ მაგალითად cloud-ის შემთხვევაში, cloud solution-ების შემთხვევაში ცალკე გადახვიდეთ დოკუმენტაციაზე და ცალკე ნახოთ დეტალური ინფორმაცია და საკმაოდ ისეთი ინფორმატიული საიტია, როგორც ხედავთ და თუ კი დაუშვათ cloud-ი არ გვაინტერესებს და მაგალითად on-premise solution-ი გვაქვს, რა ვინაიდან დღევანდელი
ჩვენ თემა on-premise არის, ასე on-premise solution-ზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და დეტალური ინფორმაცია მოიძიოთ, ან დაუშვათ დასერჩოთ და ნახოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. შემოვიდა ერთი შეკითხვა, რომ cloud და on-premise შორის არჩევანი რომ დგას, რომელს გვირჩევდითო. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით არც დაუფიქრდებოდი ისე გირჩევდით clouds და რატომ ვიტყვი ამას? ოღონდ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პირველი წინაპირობა არის ის, რომ არ უნდა მუშაობდეთ ისეთ ორგანიზაციაში, ან არ უნდა ვიყოთ ისეთი სტრუქტურა, რომელსაც კანონით მოგვეთხოვება, რომ on-premise solution-ები გქონდეს. თუ ამ პირობას ვაკმაყოფილებთ, ამ შემთხვევაში cloud-ი ჯობია, რატომ? პირველი, clouds შედარებით მეტი ფუნქციონალი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ არის risk management-ი დამატებული, შეგვიძლია მაგალითად mobile security ფუნქციების გამოყენება, შეგვიძლია XDR-ის, მაღალი პაკეტის შემთხვევაში XDR-ის დამატება და სენსორების ჩამატება, ასევე გვაქვს ფაქტურად მოწყალადობების სკანირება, რომელიც უფასოდ მოყვება, ანუ რისკზე უგულისხმობა ამ შემთხვევაში და vulnerability-ები რა გვაქვს, შეიძლება ეს user behavior-ი იყოს, შეიძლება რაიმე დაუშვათ მისკონფიგურაციები იყოს და რაც ძალიან გვეხმარება კიბერუსაფრთხოების კუთხით. მეორე მთავარი ასე ვთქვათ მიზეზი არის ის, რომ cloud-ის შემთხვევაში ჩვენ არ გვაინტერესებს სერვერი რა მდგომარეობაშია, იმიტომ რომ Bitdefender-ი არის პასუხისმგებელი cloud კონსოლის გამართულად მუშაობაზე, ანუ ფაქტიურად დღეს რაზეც გქონდა master class-ი საერთოდ არ გჭირდებათ აღნიშნული პროცედურების ჩატარება, იმიტომ რომ Gravity Zone-ის კონსოლი თქვენი, ასე ვთქვათ, გასაკონტროლებელი აღარ არის და ყურადღების მიქცევა არ გჭირდებათ, რომ აბა disk space-ი ხო არ გადაივსო, აბა კომუნიკაციები კარგად არის თუ არა. რა თქმა უნდა, cloud-თან შეიძლება გქონდეს კომუნიკაციები, იმ შემთხვევაში თუ აგენტი online-ში ვერ გადის და არასწორად არის კონფიგურაციები გაკეთებული, მაგრამ აქ იგულისხმება ის, რომ რაღაცა შიდა ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო თქვენ პრობლემა Gravity Zone-ზე, სამართავ კონსოლზე არ შეექმნება. და აქედან გამომდინარე, ალბათ cloud-ის სამართავი კონსოლი, cloud ვერსია არის ჩემი რეკომენდაცია. და მით უმეტეს, რომ სხვაობა, ასე ვთქვათ, არ არის მათ შორის, როგორც ვიცი, ახის კუთხით. If possible to use cloud solution with on-premise relay for updates. Yes, it's possible because relay is kind of on-premise because it's just a Bitdefender agent. So it installs same as the best agent, right? It's just another role. So you can use it freely without any restrictions. Is it possible to integrate cloud solution with AD? Yes, it's possible, but you cannot integrate the way I used for the on-premise solutions. You can integrate it using the best agent. So basically, you need one server or one endpoint, which will be like live 24/7, and it will have installed the AD integrator role. ქართულადაც რო ვთქვათ, ესე იგი on-premise relay-ის გამოყენება შეგიძლიათ, იმიტომ რომ on-premise relay არის ფაქტურად აგენტია იგივე Bitdefender-ის აგენტი და ყენდება ისევე როგორც სტანდარტული აგენტი, უბრალოდ დამატებითი როლი არის იმ აღნიშნულ აგენტში და cloud-ის შემთხვევაში AD ინტეგრაცია ხდება ცოტა განსხვავებულად, ანუ გჭირდებათ რაღაც endpoint-ი, რომელიც 24/7-ზე იმუშავებს და პირდაპირ წვდომა იქნება Active Directory-ასთან და შესაბამისად მიენიჭება AD ინტეგრატორის როლი. გამარჯობა, ჩვენ on-premise ვერსია გვაქვს და cloud-ზე გადასვლისთვის რა არის საჭირო? On-premise-დან cloud-ზე გადასვლისთვის საჭირო არის ერთი რომ Bitdefender-ის support-თან უნდა გაიხსნას ტიკეტი, რის საშუალებით on-premise-დან cloud ვერსიაზე მოხდება ფაქტურად ლიცენზიის გადასვლა
ნუ ამ პროცედურას იდეაში ჩვენი BDM-ები უკეთესად აგიხსნიან თუ კი ამის საჭიროება გაქვთ და დაგეხმარებიან ანუ გიშუამდგომლებენ ვენდორთან. მეორე საკითხი არის ის, რომ დაგჭირდება თქვენი ინფრასტრუქტურიდან, ესე იგი, ლოგი, რომელიმე ერთი endpoint-იდან და cloud console, on-premise console-იდან, რომ და ეს ლოგი რისთვის არის საჭირო, რომ Bitdefender-ის team-მა შეძლოს თქვენი endpoint-ების, ასე ვთქვათ, ინფორმაციის ამოღება, რომ დაწერონ პატჩი, რომელსაც თქვენ გადაატარებთ თქვენ endpoint-ებს, რომ ავტომატურად on-premise კონსოლის მაგივრად მიმართონ უკვე cloud კონსოლს. ანუ რომ არ იწვალოთ და ასე ვთქვათ, სათითაოდ არ მოგიწიოთ ყველა endpoint-ზე აგენტის წაშლა და შემდეგ უკვე cloud კონსოლიზე ხელახლა მიბმა ინსტალაციის სახით. უბრალოდ ავიღებთ ლოგებს, შესაბამისად მოხდება ამ ლოგებიდან გამომდინარე პატჩის დაწერა და უბრალოდ პატჩს გადაატარებთ მერე თქვენს ორგანიზაციაში endpoint-ებზე. ნუ ეს შეიძლება მაგალითად MSI package-ის სახით იყოს და მაგალითად Active Directory-დანვე დაარიგოთ ეს პატჩი endpoint-ებზე. და ნუ რა თქმა უნდა დაგჭირდებათ cloud console-ის კონფიგურაცია, იმიტომ რომ Bitdefender-ის on-premise console-დან cloud console-ზე პოლიციების პირდაპირ ექსპორტ-იმპორტი არ ხდება. შესაბამისად ამის გაწერა ხელით იქნება საჭირო. შემდეგი შეკითხვა ვნახოთ. სალამი, მადლობა მომწვევ ინფორმაციისთვის. მაინტერესებს Bitdefender-ს აქვს თუ არა on-premise EDR-ი. EDR-ის შემთხვევაში, ნუ EDR-ი აგენტში არის ჩაშენებული და აქედან გამომდინარე EDR-ის ფუნქციონალი გააქვთ და პრინციპში ამის დემონსტრაცია შემიძლია. აი როგორც ხედავთ, აი აქ ინციდენტებში გვაქვს, ანუ ეს on-premise კონსოლია და შესაბამისად EDR-ი ინციდენტებში შეგვიძლია ვნახოთ, აი მაგალითად რაღაც ინციდენტები, აი როგორც ხედავთ, აქვს და მუშაობს წარმატებით. ოღონდ აქ საუბარია EDR-ზე. XDR-ის შემთხვევაში უკვე cloud ვერსია დაგჭირდებათ. და ნუ on-premise EDR-ი ნუ პრინციპში ხო cloud რა არის და on-premise კონსოლზე დაყენებული და დანარჩენი უკვე აგენტიდან მოდის ინფორმაცია, ასე რომ შეგვიძლია on-premise EDR-ი დავარქვათ. How hard is to migrate from on-premise to cloud? ქართული მესმის. ხო, ნუ ამ შეკითხვაზე მე მგონი უკვე გავეცი პასუხი. მარტივია საკმაოდ, უბრალოდ რამდენიმე პროცედურა არის გასავლელი, ერთი რომ მოხდეს ლიცენზიის კონვერტაცია, მეორე რომ მოხდეს ლოგების აღება და პატჩის დაწერა და გადატარება და მესამე თვითონ cloud კონსოლის კონფიგურაცია რომ მოხდეს, იგივე პოლიციები იყოს და იგივე წესებით გაწერილი, როგორც on-premise კონსოლის შემთხვევაში გქონდათ. მადლობა თქვენ რომ გვესწრებით მასტერ-კლასზე. მე მგონი ყველა შეკითხვას უპასუხე ჯერჯერობით რაც გქონდა მასტერ-კლასზე. აი კიდევ ერთი შემოვიდა XDR-ის შემთხვევაში დამატებითი სენსორი ინსტალირდება თუ best-ის აგენტშია ჩაშენებულიო. On-premise შემთხვევაში XDR-ს ვერ გამოიყენებთ, როგორც ვახსენე, cloud-ის შემთხვევაში XDR-ის შემთხვევაში უკვე სენსორები ყენდება, ანუ ინტეგრაციის სახით არის ცალ-ცალკე სენსორები, რომელიც შეგიძლიათ დააკავშიროთ, ანუ ჩააშენოთ და შესაბამისად ყველა სენსორი იმის მიხედვით თუ რას უკავშირდება, მაგალითად cloud workload-ი იქნება რამე თუ ნებისმიერი მოწყობილობა, ასე ვთქვა და ნებისმიერი ინფო საიდანაც უნდა წამოიღოს, შესაბამისი სენსორია და ამ შესაბამისი სენსორის ინტეგრაციას აკეთებთ. ანუ აგენტი, ესე Bitdefender best აგენტის სახით არ ყენდება, ну მაგალითისთვის თუნდაც იგივე Google-ის cloud-ი რო ავიღოთ ან AWS-ი ან რამე მსგავსი, ну იქ best-ის აგენტს ვერც დავაყენებთ, ხო? შესაბამისად გჭირდება რაღაც სენსორი, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება და წამოიღებს ინფორმაციას. მე მგონი
მეტი შეკითხვები აღარ გვაქვს ამჯერად. კარგით, მოკლედ პირველ რიგში მადლობა რომ დაგვესწარეთ მასტერკლასზე. თუ მომავალში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ მომავალში რამე შეკითხვები გექნებათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგწეროთ, დაგვიკავშირდეთ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ დაგეხმაროთ. და ვინაიდან იყო ინტერესი დაუშვათ on-premise-დან cloud ვერსიაზე გადასვლის, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოგწეროთ და როგორც ვახსენე უკვე დაგეხმარებით, გიშუამდგომლებთ ვენდორთან და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ტექნიკურად ჩავერთვებით, იმიტომ რომ გვაქვს ამის გამოცდილება რამდენიმე ორგანიზაციის შემთხვევაში და ვიცით თავიდან ბოლომდე ეს პროცედურა როგორ კეთდება და შესაბამისად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მოკლედ დაგემშვიდობებით და მადლობა კიდევ ერთხელ რომ დაგვესწარით ჩვენს მასტერკლასზე.